რაღაცას რო აკეთებ, თუ ყველას კიდი ხარ, მოკლედ რაღაც ტრაგედია არის. პატარა ბიჭი რაღაც კომპანიაში დაგვიქირავეს. ინდუსტრიაში რომელიც წარმოდგენ არ ქონდა არაფრის. ეს არის ქართული ვინის შეურაცხყოფა. გაუქმეთ ძალიან სტოპი კლიენტთან. ხელშეკრულება ღამე რო დაწვების ფიქრი ხო არსად არ წავა. რა ვიღაცები თუ გაგინებენ და ვიღაცები თუ გიცავენ, ეგ არის იდეალური ვარიანტი. როლწები ხო ის რაღაც შავი ღრუბელი დაგვადგა თავი. ეკა, სანდრო, ვასკა, გიორგი. დავай, წავედი ვისწრების სახში. მოგესალმებით, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარი იქნება ვასკა ჩუბინიძე. ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება ემუშავა როგორც ქალაქის ბრენდირებაზე, ასევე სხვა უამრავ ქართულ პროდუქციასთან თუ ბიზნესთან ქონდა კონსულტაცია მარკეტინგ სტრატეგიის განვითარებაზე და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი ქართული ღვინო ახალი ფორმით და ახალი გამოყენების გზით მიაწოდა ახალ თაობას და ვფიქრობ, რომ ამით მომხმარებელი კიდევ უფრო გაზარდა. გამარჯობა, ვასკა, მიხარია რომ გამოვიდრო ჩვენთან ხარ და ამ ეპიზოდის სტუმარი იქნები და ვილაპარაკებთ ისტორიაზე, რა იყო მიზეზები იმისთვის, რომ ამ ინდუსტრიაში მოხვედი, როგორ გაიარა ეს გზა, სად იყო გეფები, ჩავარდნები, წინსვლები, აღმავლები, იმიტომ რომ ვიცი რომ მოსაყოლი ძალიან ბევრი. დავიწყოთ სულ თავიდან, ვასკამ გადაწყვიტა რომ უნივერსიტეტში ჩაებარებინა, უნივერსიტეტი დაამთავრა და მოხვდა ინდუსტრიაში, რომელშიც მაშინ თუმეტეს ახალი ხილი იყო. გულისხმობ ამ შემთხვევაში სარეკლამო ინდუსტრიას. ძალიან კაი. მადლობა ირაკლი, მივესალმები შენ მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, ვილაპარაკოთ რა ვიცი. ხიად, იმედია საინტერესო საუბარი გამოგვივა. მე დარწმუნებული ვარ. რამდენიც კადრს მივღებ ვილაპარაკია, ის მინატრია რა ის არის რაზეც ბიტოქსი არის და რაც არის ბიტოქსი. ხო. როგორ მოვხდი სარეკლამო ინდუსტრიაში? ხო, უნივერსიტეტიდან რა, უნივერსიტეტის ბოლოს იდეაში ISM-ში ვსწავლობდი მე 4 კურსზე გამოჩნდა ერთი ჩემთვის ძალიან საყვარელი მეგობარი რეზო ჩარკვიანი, რომელიც ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი ნაღდი დამფუძნებელი არის საქართველოში. რეზო იყო ასევე ISM-ელი იყო და 99 წელს თუ არ მეშლება, არ მეშლება 99 წელს რეზომ და რამდენიმე მისმა მეგობარმა დააარსეს სარეკლამო კომპანია სარკე. ხო და მოკლედ რეზოს ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ მიმართულებით და მოკლედ მე რაღაც სხვადასხვა მიმართულებითი არა რეზონა ბოლოს რაღაც მომენტში აღმოჩნდა ჩვენ ლექტორად თქვა მარკეტინგული კომუნიკაციების თუ არ მეშლება რა და მოკლედ ეგ იყო დღე როცა ძალიან დიდ სიახლეებთან მოგვიწია შეხება რეალურად იმ თვალსაზრისით რომ რეზო გარდა იმისა რომ ძალიან საინტერესო ადამიანი და რაღაც უამრავი მოსაყოლი აქვს რეზოს მოყავდა სულ რაღაც პრაქტიკოსი მარკეტერი იყო მაგ მომენტისთვის და მოკლედ მოყავდა ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი როგორც სარეკლამო ინდუსტრიიდან ასევე თქვათ მარკეტინგ რაღაც მარკეტინგის დირექტორები, ბრენდ მენეჯერები და ასე შემდეგ და მან გავიცანი რეზოს გარდა კიდე ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც რეალურად იმ მარკეტინგულ პროექტებს და სარეკლამო პროდუქტებს ქმნიდნენ რომლებიც იყო მთავარი ქვეყანაში ესე თქვა და მოკლედ რაღაცნაირად მაგ სამყაროში რეზომ შეგვაცურინა და პრინციპში მანამდეც ძალიან მაინტერესებდა სიმართლე რო თქვა ზოგადად რაღაცა რეკლამა სულ მაინტერესებდა და მე რო ხარ ეს სულ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში რაღაცა ბიზნესის მეწარმეობის ინტერესი მაგით მოხვდი ISM-ში რა. ხო და მოკლედ ეს რაღაც ამ ძალიან საინტერესო ადამიანებთან რომ მოგვიწია ურთიერთობა, მოკლედ მივხვდი რომ ეს არის შანსი რომ მოკლედ მართლა ის რაც ყოველთვის მაინტერესებდა მომწონდა, იქ რაღაცნაირად უნდა მომხდარიყავი და მე რეზო გვეხმარებოდა რეალურად ვინც ყველაზე მეტად დაინტერესებულები ვიყავით თქვა სააგენტოებში მუშაობის დაწყებით, ესე ვთქვათ, გვეხმარებოდა რომ რაღაცა შეხვედრები ჩაენიშნოთ მის ჩანიშნული იყო მოკლედ მის მეგობრებთან და რაღაცა რამდენიმე სააგენტოში ქონდა მაშინ რაღაცა მეტროში, ვინდფორში და ბეთერფლაიში და მოკლედ ბეთერფლაი იყო პირველი სარეკლამო სააგენტო, სადაც აღმოჩნდი, ხო, კი. ბეთერფლაი იყო პირველი სააგენტო. ISM-ი მაშინ განსაკუთრებით იყო ის საწარმო ინჟინერების, რომლებიც საბოლოოდ ხდებოდა ხოლმე კომპანიების მენეჯმენტში, მართვაში, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ. შენ გადაწყვიტე, რომ
ამ ბიზნესის თქვა სადავეებში არ ყოფილიყარ და არამედ უფრო კრეატიულ ინდუსტრიაში გადაგენაცვლა. რატომ? ნახე, როგორც გითხარი რა, რაღაცა ზოგადად ბიზნესი და მეწარმეობა არის რაღაცა, რაც სულ მართლა ბავშვებთან, იმიტომ რომ მამაჩემს ბავშვობაში აი ხო მამაჩემი რაღაცა იგეთი ჩალიჩა ტიპი იყო, მოკლედ სულ რაღაც სხვადასხვა პატარა საწარმოები ქონდა, მათ შორის რაღაცა ერთ-ერთი იყო ლიმონათის საწარმო, რომელმაც მე რაღაც სამი ქონდა. ესაც წარმატებული მეწარმე არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრს დიდ პროექტში. კი რა. ხო, მამა სულ მოკლედ რაღაცა ბიზნესში იყო. სხვილ მეწარმეს ვერ დაუძახებთ ნამდვილად, მაგრამ მოკლედ სულ რაღაც ჩალიჩი იყო 90-იანებიდან მოყოლებული, ხან ფეხსაცმლის საწარმო ქონდა, ხან ლიმონათის საწარმო ქონდა, თან ეს მეორდებოდა, გაკოტრდებოდა თავიდან. მოკლედ აი რაღაცა სულ ამას ხედავდი რა, რაღაცა ჟინს რო სულ რაღაცა მოქმედებაში იყო მომჩი. ასე რომ მოკლედ ბიზნესი მაგხრივ მაინტერესებდა. ასევე როგორც გითხარი, რეკლამა მაინტერესებდა. მოკლედ ზოგადად სარეკლამოში თან მე რა პოზიციაზე წავედი, ხო მე 10 წელს ვარ შემოქმედებით გუნდში რა, პრინციპში არასდროს არ მიმუშავე. მუშაობდი საწყის ეტაპზე account manager-ის პოზიციაზე, მერე სტრატეგის, მერე ისევ account-ის, მერე ისევ სტრატეგის, ეხლა ხო, მოკლედ სტრატეგიულ პოზიციაში მუშაობდი სააგენტოშიც რა და ეგ ლექციებს უცა კითხულობ მაგმიმართი. კი, ნახდათ, ხო, ბრენდინგის და სტრატეგიული კომუნიკაციების. და ჩემი როლიც ეგ არის, სტრატეგია რა, ან ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობ, ან საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მუშაობ, როდესაც პროდუქტი იქნება, ესე ვთქვი. ხო და ეგ რაღაც იდეალური ადგილი არის ჩემი აზრით. ეხლაც ჩემთვის ძალიან ყოფილი ვარ, მაგრამ თავის დროზე განსაკუთრებით ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ აი ამ რაღაცა ერთის მხრივ ბიზნესის და მეორეს მხრივ რეკლამის რაღაცა იდეალური შუარგოლი იყო. რატო? ეხლა ნახე რა, ანუ სააგენტოში რომ მუშაობ, განსხვავებით თქვა იმისა, რომ წავსულიყავი რაღაც კონკრეტულ კომპანიაში, თუნდაც მარკეტინგის დეპარტამენტში მე მუშავა, ხო, რაც ნუ ერთი გზა არის, რომელიც რა ვიცი, რაღაც საინტერესო გზა არის, მაგრამ მან მაინც და ისევ რაღაც მაინც რაღაც სტრატეგიულ რაღაც იმაზე ვიმუშავებდი, ხო, თქვათ, რაღაცას კომუნიკაციები ან რაღაც ბრენდის მართვა ან რაღაცა რა, მაგრამ ერთ კომპანიაში იქნებოდი და აქ ჩემთვის ყველაზე საინტერესო რაც იყო, რომ ფაქტიურად, როდესაც სააგენტოში მუშაობ, ყოველ დღე, კი არ დღეში რამდენიმე ინდუსტრიაზე მუშაობ რა, ანუ დილას იწყებს სამშენებლოთი, შუა დღეს სადაზღვეო და ბოლოს ბანკი და მეორე დღეს ლუდი და მესამე დღეს ლიმონათი და მეოთხე დღეს და სულ ამ ცვლილებებში ხარ რა, თან სააგენტოში სტრატეგიის პოზიციაზე როდესაც მუშაობ, თითოეულ ამ კლიენტს როცა იმუშავები, შედიხარ ბოლომდე ყვინთავ ამათ ორგანიზაციაში შიგნიდან, ანუ რაც გარედან ჩანს ერთი არის, მაგრამ ჩადიხარ ბოლომდე ელაპარაკები არა მარტო მარკეტინგის დეპარტამენტში მომუშავე ადამიანებს, არამედ პირდაპირ ფაუნდერებთან გაქვს ურთიერთობა, ასევე ფინანსისტებთან, პროდუქტის დეველოპერებთან, სერვისის ტიპებთან და მოკლედ 1000 გვარი კვლევებს გაძლევენ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ხშირად გაძლევენ, ხო, ნუ ხან არ გაძლევენ, მაგრამ ნუ ხშირად უცებ ჩაგივარდება რაღაც ძალიან დიდი კვლევა მთლიანი რაღაც ინდუსტრიის, რომელიც ნუ რაღაცა ისეთი რა თქმა უნდა კონფიდენციალური, მაგრამ ძვირად ღირებული და ბევრი ადამიანის შრომა არის დახარჯული და შენ ეს პირდაპირ გიდევს, ხო ხტები? და ესე იცნობს სულ სხვადასხვა ინდუსტრიებს, სხვადასხვა კომპანიების პრობლემებს და შენ რეალურად როგორც სააგენტოს წარმომადგენელი ცდილობ ამ პრობლემების მოგვარებას. და ნუ ეგ მოკლედ და თან ცდილობ რაღაცა ბრენდინგის სერვისით, ან რაღაცა კამპანიის გაკეთებით და ასე შემდეგ. ანუ მაგხრივ ეგ ძალიან მოკლედ იდეალური რაღაც ამ ორი სამყაროს შუა შეერთების საწერტილი. ხო, და თან აიგ არა, რომ სულ დახტიხარ ინდუსტრიებში, ეგ იყო ყველაზე მაგარი რა. ხაზგასასმელი ინფორმაციაა, რომ მარკეტინგი არ არის მხოლოდ კრეატივი, ან მარკეტინგი არ არის ეგრეა, კაცო. ან ლოგოს, არამედ ეს არის ბიზნესის და კანდიდოების და შემოქმედების ისე გაერთიანება, რომ იყოს ლამაზიც, იყოს სარგებლიანიც და იყოს შედეგებზე ორიენტირებული. და ეს ყველაფერი არის დიდი სამუშაო და მთელი დიდი პროცესი, ანუ მარტო ცალკე ერთეული არ არის. თუმცა რაღაც პერიოდში მიიღე გადაწყვეტილება, რომ Butterfly-ის შემდეგ შენს მეგობრებთან ერთად დამოუკიდებელი სააგენტო გაკეთებ. არა, მანამდე კიდე რაღაცეები ხდებოდა. Butterfly-ის მერე იყო იკანო რო იყო ბრენდი თუ გახსოვს. მაგაზე ცალკე მინდა გითხო. ანუ მე წავედი მოკლედ მაინც სააგენტოს მხრიდან წავედი კლიენტის მენეჯმენტში ეგრე ვთქვათ მე და ჩემი სამი მეგობარი რატომღაც გადაწყვიტეს ძალიან კარგმა და სერიოზულმა და საქმიანმა ხალხმა რომ რაღაცა მოენდოთ მენეჯმენტი მთლიანის კომპანიის და იქ როლები ამ 4 ადამიანს გადანაწილებული ჰქონდა რაღაცა წარმოება, ფინანსები, რაღაცა ნუ მე და გიორგი სტაბატაძეს რომელიც
პრინციპში მაგ ხო სულ ყველაფერში პარტნიორი არის. ნუ გვემარა მარკეტინგის და კომუნიკაციების და კომერციული ნაწილის რაღაცა როლი ესე ვთქვა. და მათ შორის ბრენდის შექმნა. ხა მან ინტერესი მოყვე ეგ თუ სადაც წამიღო, წამიღებს ხოლმე და იქ არა პირიქით მაგაჩერეს, მაგაზე არის. ხო. იკანოს ქონდა შესაძლებლობა და გააკეთა თავის დროზე, მე ვიცი რომ გეგმებიც ქონდა, მე პრინციპი შეიცვალა. თავის დროზე გააკეთა, როცა ხალხური ტრადიციული ფორმა, ეს იყო მუსიკის კომუნიკაციას გულისხმობ, ხალხური მუსიკა, მუსიკით გაშალა, smells like teen spirit. და ეს იყო, თქვათ, ასოციაცია, როცა ძველი ტრადიციული პროდუქტი შეიძლება იეტანა მოხმარებელთან. ეგ ხო, ეგ კამპანია სხვათაშორის მაგ დროს მე უკვე აღარ ვიყავ, უკვე Windforce-ში ვიყავ, ჩვენმა მეგობრებმა გააკეთეს, მაგრამ თვითონ იკანოზეც ორი სიტყვით რომ მოყვე, ჩემთვის რა იყო, ანუ სააგენტოში მივედი რატომაც როგორც მივედი კი ვთქვი უკვე და მოკლედ ეს რაღაც ბევრი მას და მე ბევრი ინდუსტრიას მივედმოვედე რა, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ უბრალოდ აი ეს რაღაც ვარიანტი რო გამოჩნდა რატომ ვასაბოთ ადამიანს რომ ჩაგვაბარეს კომპანია და მოკლედ აი არაფერი რა, აი ეს მიწა გვაქვს, აგერ რაღაცა ვენახიც არია და დავაი გააკეთე შებერეთო რაღაც დაახლოებით ეგრე ჟღერდე და ჩვენ კი გაგვიკვირდა, მაგრამ ნუ აუ გითხრეს რამდენად იყო ეგ გამოწვევა? ის რომ გითხრეს რომ აგერ არის რესურსი და შებერეთ. გამოწვევა რა შესაძლებლობა დავინახე რა. პირადად მე, რავი, პრინციპში ყველა მე ხარ რა. მე შესაძლებლობა დავინახე რომ შემექმნა ბოლომდე ბრენდი, ისეთი ბრენდი, ოღონდ ბრენდი აი სააგენტოში განსაკუთრებით ეხლა რა, ნუ ეხლა სააგენტო, ნუ საერთოდ ეს ურთიერთობა კლიენტთა სააგენტოს შორის ძალიან მაღალ დონეზე არის ასული, ეხლა რა შედარება. მაშინ რა პრინციპში სააგენტოს მხარეს და კლიენტის მხარეს რაღაცა ბევრად უფრო ჩამოუყალიბებელი ტიპები ვიყავით. შესაბამისად ის სიღრმე თქვათ რაც დღეს მეძლევა კლიენტებთან, რა სიღრმეში მეძლევა რომ კლიენტებთან სიღრმეში ჩავიდე, მოკლედ მაშინ მაგ დროისთვის ეგ არისო რა. და დამკვეთით რაღაც ხშირად მომდა აი რეკლამა გვინდა და თუ შეიძლება ხო შესაბამისად ეგრე სიღრმეში ვერ ჩავდიოდი ბრენდთან. ნუ მეც ხა პატარა ვიყავი საბოლოო ჯამში რა და უცებ გამოჩნდა შანსი რომ გადავსულიყავი ესე ვთქვათ კლიენტის მხარეს, მაგრამ თან მენეჯერულ პოზიციაზე არა რაღაც დიდ კომპანიაში, არამედ რაღაცა ცოტა რაღაცა ახალი ბიზნესი შექმნის ის ოღონდ ხო რა, ოღონდ როგორც დაქირავებული მენეჯმენტი, მაგრამ პრინციპში პატერნი იგივე იყო რა, ფაქტიურად ახალი ბიზნესის დაწყება დაგვავალეს, უბრალოდ პარტნიორები ყავდა, რომელთაც რაღაც დავალებებს გვაძლევდნენ კონკრეტულს რა, მაგრამ მაინც თავისუფლება დიდი იყო. და მან დავინახე შანსი, რომ იყო შესაძლებლობა ბოლომდე თან ჩემ მეგობრებთან ერთად ახალი ბიზნესი დაგვეწყო, ესე ვთქვათ, რაღაცა ისე ინკუბატორივით გაიჩნდა. და ბოლომდე გაგვეკეთებინა ის, ნუ ბოლომდე შეიძლება ხმამაღალი თქვა მე, იმიტომ რომ რაღაც ეს პარტნიორებიც რა თქმა უნდა რაღაც თავის ხედვებს ემს გვაძლევდნენ. მაგრამ მაქსიმალურად მოკლედ რასაც გავაკეთებდით, იმის გარშემო ბიზნესის ყველა რაც გონია რომ არის ბრენდინგი რა და რასაც ვთილობ დღეს კლიენტებთან რომ რაღაცა იდეა, რომლის გარშემოც არის გაერთიანებული ყველაფერი, წარმოებაც, შეფუთვაც, ლოგოც, კომუნიკაციაც, ფინანსებიც, ბუღალტერიაც, დისტრიბუციაც, ხო, მომხმარებელთა კმაყოფილებას და ყველაფერი რა და თან რაღაც მაგ დროისთვის კაი ესეთი ავანტიურისტული წამოწყება კი გამოგვივიდა, იმიტომ რომ ვიღაცები ძალიან გვაკრიტიკებდნენ, ეს არის ქართული ღვინის შეურაცხყოფა. თუმცა მე მაგრამ ძალიან საინტერესოა. ვინოსთან კონტაქტი. აი და პროდუქტის მხრივაც ბევრი საინტერესო რაღაც კომპონენტი იყო რა, ეს არ იყო მხოლოდ დიზაინი, იქ რაღაც იყო ერთ-ერთი პირველი ბრენდი იყო, მანამდეც იყო, მაგრამ აი თქვა ხრახნიანი თავსახურები, ღვინის სამშობლოში. მაგრამ ვინოსთან თქვენი კონტაქტი და კომუნიკაცია მე გაგრძელდა და ცალკე ჟუჟუნაზეც ვილაპარაკებთ. რაც ვფიქრობ, რომ საინტერესო გადაბმა იქნება. მაგრამ მინდა გითხრა რამდენად მნიშვნელოვანი იყო შესაძლებლობა გეტარებინათ ექსპერიმენტები, იმიტომ რომ განსაკუთრებით კარიერის საწყის ეტაპზე, როცა ბევრი რაღაცა შენთვის, თუნდაც შეცდომის დაშვების შესაძლებლობა როცა გააქვს. მაგარი ხო, ეს ალბათ დიდი ფუფულება იყო, რომელიც ძალიან დიდი კი. მადლობა იმ ხალხს რომ მოგცეს ამის საშუალება. ხო, რომ ჩემი აზრით შეიძლება ჟუჟუნაც ისეთი კარგი არ გამოსული. ნუ ჟუჟუნა იმის რაღაცა ვოლიუმორი არის რაღაც მხრივ მართლა. ოღონდ ჩვენი ბიზნესი. კი, ძალსახად. ხო, იმ რაღაცა მისიის
რეინკარნაცია არის რაღაცნაირი რა. და თან უკვე ჩვენ როგორც უკვე არა დაქირავებული ხალხი არამედ როგორც ფაუნდერები. ხო არა, ძალიან მაგარი შესაძლებლობა იყო, ბუნებრივია, კი, ძალიან დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ, რომ მოგცეს შესაძლებლობა გვესწავლა მათთან ურთიერთობა ძალიან, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ხალხი იყო, ძალიან ბევრი მოგცა, მაგ დროს უბრალოდ ჩვენთან ძალიან პატარები ვიყავით და მოკლედ და ნუტიფრებიც ვიყავით რაღაც მომენტში რაღაც მე კი ეგ არის კი კაცო და მან მართლა შენ სწორად საინტერესო რაღაც თქვი რომ შეცდომების დაშვების შესაძლებლობა გქონდა რა ვიცი იჯობა შეცდომებს უშვებდით მაგრამ რავი დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან მაგარი გამოცდილება იყო რაღაცები იყო რაღაც საინტერესო რაღაცები მართლა საინტერესო მაგრამ თვითონ ეგ იყო ერთ-ერთი აი ყველაზე მაგარი რაღაც იმ თვალსაზრისით ერთ-ერთი თავარი რაც იყო არის რომ რაღაც პრეცედენტი იყო რა და ცოტა ეპატაჟური, ცოტა ავანტიურისტული განხილვის საგანი რო გახდა, მოკლედ ეგ მაგარი სიამოვნება იყო რომ აი ვიღაცები აი უბრალოდ ვიღაცები სხვადასხვა ეგ საერთოდ ყველაზე მაგარი რაღაც მგონია რა ყველაფერში. აი გინდა ახალ ბიზნესს იწყებდე, გინდა რავი რეკლამას აკეთებდე, გინდა ახალ ბრენდს ქმნიდე, რავი მოკლედ აი რაღაცას რო აკეთებ თუ ყველას კიდი ხარ, მოკლედ რაღაც ტრაგედია არის ეგ. რა, ვიღაცები თუ გაგინებენ და ვიღაცები თუ გიცავენ, ეგ არის იდეალური ვარიანტი რა საბოლოო ჯამში და მაშინ ვიგრძენი ეგ ყველაზე მეტად. ნუ მანამდეც ახლა თქვა რაღაც კამპანიებში რაღაცებში ყოფილა, მაგრამ ეგ ვიგრძენი ყველაზე მეტად. რა, ვიღაცები აი გამწარებულები იძახდნენ, აო ეს ქართული ღვინის შეურაცხყოფა თუ რაღაცა და აქედან ხარა იყო, რომელიც იცავდნენ, რომ ბიჭო, რაღაცა ახალია, რაღაცა ექსპერიმენტია, თუ არ მოგწონს ვინმე კი არ გაძლევს და ეს მიდიოდა ვიღაც ადამიანები ერთმანეთში კამათობდნენ და შენ ნაკნო ზიხარ უყურებ. საინტერესო შეგრძნება. ეხლა რასაც ვაკვირდები, შენ თავს კარიერაში ზუსტად ესეთი პროექტები ხდება ხოლმე, იმიტომ რომ სტერეოტიპს ეჯახები ანგრევხან ახალ ინდუსტრიას, ახალ ფორმას და თუ კი ვინმე ან გაძაგებდა, ან გაქებდა, დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი იყო ქუთაისის ბრენდირების პროექტი. აჰა, კი, აი იყო ხო. ყველა გოგინებდა, არაფერი ძალიან საინტერესო ისტორია არ არის, მაგრამ როგორც ყველაფერი რაღაც პოლიტიკური წრილში წავიდა და არა, საინტერესო ბევრი არაფერი არ არის, მოკლედ ძალიან საინტერესო პროექტი იყო. თან მაშინ მანან არაბულთან ერთად ვიმუშავეთ დიზაინზე, ეგეც საინტერესო იყო, მაგრამ მთელი ამბავი ის იყო, რომ ეს ქუთაისის ბრენდინგის პროექტი რო დავასრულეთ და დაიწყო კორონა და დარჩა ეს ბრენდინგი და შესაბამისად მე ის რაღაც ნაბიჯები თქვათ რაც დაგეგმილი იყო, არაფერი არ განხორციელდა რა ის ტურიზმის სახლებში ვიყავით ამ მოკეტილები ამ საგიჟეთში და მე რაღაცა იყო პოლიტიკური მის დისკუსიის საგანიც გახდა და გასართო კი რომ აი მან მოგიწიათ თუ კი ღვინო რაღაცა კონკრეტული ინდუსტრია არის ან საერთოდ რაღაცა უფრო ეროვნულ რაღაცეებს აუ მაგარია კი და მაშინ ჯერ კიდევ ეგ დრო იყო, როდესაც სახელმწიფო უწყებებთან, რა თქმა უნდა, არა პარტიასთან, მაგრამ უწყებებთან მუშაობა კიდე შესაძლებელი იყო. დღეს ძალიან მძიმე ვითარებაა. ხელის ჩამორთმევა არ გინდა არავისთან, რაც ძალიან საშინელი ამბავი არის ქვეყნისთვის, როდესაც ესეთი დაძაბულობა არის რა. ხო, იმიტომ რომ მაგას მაშინ კიდე შეიძლებოდა რა ხალხთან ტურიზმის ადმინისტრაციას რო ემუშავები რომ რა ვიცი ქუთაისთან ჩემი საყვარელი ქალაქი არის და რო ემუშავები რომ რაღაცნაირად ეს ამბავი ამოიქოქოს და ტურისტები ჩამოვიდნენ აქ და გაერთონ და კაი დრო ატარონ და ამ ქალაქსაც რაღაც შეყოს მოსული ამბავი იყო დღეს აღარ მოსულა საგიჟეთი სანამ ეპიზოდი დასრულდება, ჩვენი პარტნიორის შესახებ გიამბობთ. ჩვენს გადაცემას ყავს ახალი პარტნიორი IBCCS Tax საქართველო, საერთაშორისო საგადასახადო, საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ჩვენს გვიწევს მომსახურებას. თუ თქვენ გჭირდებათ მაღალი ხარისხის ბუღალტრული, იურიდიული ან საგადასახადო სერვისები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მიიღოთ მათი მაღალი ხარისხის მომსახურება. ახლა კი გავაგზავნოთ ეპიზოდის ყურება. მოდი დავუბრუნდეთ ჯუჟუნავახსენებთ. კი. პროდუქტი, რომელმაც საერთოდ შეცვალა ფორმა, ერთი რომ ტრადიციული ქართული ღვინის მსმენელი ქვეყნიდან შეიქმნა პროდუქტი, რომელიც პატარა ბოთლებშია, თან ნახევრად ჭუშხუნაა, თან არც ლუდია და არც ღვინოა,
აი ეგეც დიდი სტერეოტიპის დაანგრევა იყო და დაჯახება რაღაცა კულტურულ კედელთან. ხო. საერთოდ როგორ მიხვეით მაგ პროდუქტს? როგორც გითხარი რა, ჟუჟნა იდეაში ის არის, ვოლუმორი არის, იკანოს, იკანოში იქ მართლა რაშესწორების დაუშვით. მაგრამ მისია ძალიან საკაიფო იყო მაშინ, რეალურად მაშინ რა იყო? მაშინ რეალურად რა მოხდა რა, 4 პატარა ბიჭი რაღაც კომპანიაში დაგვიქირავეს, ინდუსტრიაში რომელიც წარმოდგენა არ ქონდა არაფრის. მოგვიწია რომ რაღაცა ხო უნდა გაიგო ამ ღვინოზე, მაგრამ მარტო აი ბაბუების გამოსოფლიდან გამოგზავნე 20-იანი და ხო, ეგ ვიცოდით ღვინო, აი ეგ იყო ჩვენი 8000 წლიანი იმის კულტურული იმის ნაღო 8000 წელი აი 20-იანისთვის გვეგონა რომ მუშაობდით, რაც თურმე ეგრე არ ყოფილა რა თქმა უნდა. მოკლედ მოგვიწია რომ ინდუსტრიაში ჩავიხედოთ, იქ რაღაცა კვლევებს იმას ამას ვაგროვებდით, მაგრამ თან მოგვიწია ძალიან საინტერესო ხალხის გაცნობა, მათ შორის გოგი დაქიშვილის და კიდე რომელიც თქვა ჟურნალში ჩვენი პარტნიორი არის და კიდე ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანის მეღვინეების ამ ბიზნესში, ამ საქმეში ჩართული ადამიანების და ბევრი მაგარი ღვინის გასიჯვათ 20-იანების მიღმა. ხო და მივხვდით რომ მაგარია. ნუ გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ 20-იანი. კი, ნაღდად გემოზეც, არომატითაც, ქცევითაც, კულტურითაც ყველაფრით. ხო და მივხვდით რომ მაგარია რა და მაგას რომ მივხვდით რომ მაგარი არის, მე მოგვინდა რომ ეს კიდე სხვა ჩვენხელებისთვის როგორც მანამდე ჩვენ და ის რაღაცა ენერგეტიკის და არყის სიმით რო ვიყავით ძირითადად დაკავებული, მივხვდით რომ აგერ ბიჭო მართლა და აგერ 8000 წელი აი თურმე ამას ვაკეთებთ იმას კი ეს ყოფილა რაც საამაყოთ რაღაცა მართლა ისე რაღაცა ხო ისე რაღაცა სტარტაპებში არის ხოლმე რა რაღაცა შენ პრობლემას რო მოგვარების გზას მოიფიქრებ და მე რო ის არის რაღაც ეგეთ ვარიანტში გამოვიდა რომ მოგვინდა რომ კაცო ჩვენ მეგობრებსაც გავაღებინოთ რა მაგარი რამეა და დავიწყეთ სანამ იკანო რაღაცა ერთს და დავიწყეთ ამ რაღაცა ბოთლის ღვინით ასვლა თქვა რაღაცა შეკრებებზე მეგობრების და ცოტა უცნაურად ჩანდა მაშინ აი მაშინ კიდე ეგ დრო იყო ხა 2013-14 და კიდე აი უცნაური იყო რომ ესე ხა რატო მოვიდა ორი ბოთლი ღვინით არაყი რატო არ მოიტანა ხო ხო და მოკლედ ეხლა რატომ მოვყევი ეს რა სინამდვილეში ჟუჟნა იყო იკანოც მისიით ეგრე ვთქვათ რომ მოკლედ რაღაცა ახლებური ფორმა შეგვექნა რომელიც იქნებოდა ახალგაზრდებისთვის უფრო რელევანტური და მოხსნიდა იმ ვთქვათ ბარიერებს რაც კლასიკურ ღვინოს და ახალგაზრდებს შორის და მათ კულტურულ ცევას შორის იყო რა და რაღაცნაირად მაგის მოხსნა ქონდა მისია იმ ბრენდს. ნუ თლად წარმატებით ვთქვათ რაღაც მომენტში შეიძლება ვერ შეასრულა და ამასაც იგივე მისია ქონდა, მაგრამ თვითონ ეგ ისტორია იწყება ეგრე რომ მე და გიორგი მაშინ უკვე რეზოსთან ერთად მილენიალ ჰაბი გაკეთებული გვაქვს ცოტა ხნის და მოდის მათე ჩვენი მესამე პარტნიორი და მოკლედ გოგისო ველაპარაკეო და მითხრაო რომ იქ ყველაფერი რაღაცა მაგრამ კლას სტანდარტული პროდუქტი რომ ჩაასხითო, მოდიო მაგარი რამეს გეტყვითო იტალიური პროსეკოს ანალოგი გააკეთეთო და პროდუქტის განსხვავებული უნდა იყოსო რა და ეგრე გაჩნდა ნახევარცხრიალა ღვინის როგორც პროდუქტის ჩასახლება ბრენდში რომელიც ჯერ არ არსებობს, მაგრამ იმის რეინკარნაცია არის, რომელსაც იგივე მისია აქვს. დავაი იუსტიციის სახლში ყოველთვის ეგ ჩემი საყვარელი მომენტი. უცებრად გავიდა რომ მიდიხარ იუსტიციის სახლში. სტანდარტი ყველაზე კლიშე რაღაცები უნდა გააკეთო. ეხლა უბრალოდ მაგარი ფოტოს გაკიდე. ხო და ეგრე დავედით და დავიწყოთ და რაღაცა. პირადი სესხები ავიღეთ, რა ქვია, მაგ სამხარებულ სესხები, წავით ცისტერნა რაღაცები დავეთრე. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხე. რამე ახსენე, როგორც იკანოს შემთხვევაში, ისევე ჟუჟუნას შემთხვევაში პარტნიორები. ერთი შემთხვევაშიც გამართლა, იმიტომ რომ მოგცეს შესაძლებლობა, რომ განდეს თავისი ბიზნესი, მოგცეს შეცდომების დაშვების შესაძლებლობა და მეორე შემთხვევაში აღმოჩნდნენ პარტნიორები, რომლებიც კომპეტენციაც ისეთ სინერგიას ქმნიდა, რომ საბოლოოდ შეიქმნა პროდუქტი, რომელმაც შეცვალა საერთოდ ბევრი მიმართულებით მომხმარებლის ქცევა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო მთელ შენს გზაზე სწორი პარტნიორების პოვნა და მათ გვერდზე ყოფნა, იმიტომ რომ ერთი არის შენ ყავდა სწორი პარტნიორები და მეორე არის შენ იყო სწორი პარტნიორი
დანარჩენებისთვის. ხო, რა ვიცი, ბევრად. ბევრად ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად. მე არ ვიცი როგორი პარტნიორი ვარ, ჩვენ პარტნიორებს უნდა კითხოთ, მაგრამ მე სულ მიხარია და მე ამაყება ჩემი პარტნიორები, იმიტომ რომ რავი, ეგ თავი. საერთოდ მაგარი ამბავი ის არის, რომ სულ მეგობრებთან ერთად მუშაობდი რა. სულ არასდროს დიდ კორპორაციაში არასდროს არ მიმუშავია. სულ მეგობრების გარემოცვაში მუშაობდი და ეს სააგენტოებში პირველად მე ვინდფორშიც იკარნოშიც ხო სულ მეგობრები ვიყავით, მე Millennial Hub იყო, კიდე რაღაცებიც იყო. ხო, სულ მეგობრების გარემოცვაში მუშაობ და ეგ ძალიან მაგარი. ეხაც ეგრე ვარ. არის დანაკლისი ის, რომ დიდ კორპორაციაში მუშაობის გამოცდილება არ გაქვს თუ რისთვის? არ ვიცი, შენ როგორ ფიქრობ? არა, მადლობთ. გაცილებით თავისუფალი ხარ იდეაში ალბათ ყველა გადაწყვეტილებაში და ყოველთვის ესე იყო. არ ვიცი, არ ვიცი, არის შეიძლება მაგარი არის. არ ვიცი, მე არ მიმუშავებ. ხო, გავიქ სულ მეგობრებთან ერთად მუშაობ და ეხლა არ წარმომიდგენია რა თან, ხო. მე ხო იცი, რაღაცა დამოუკიდებელ იმას რო იწყებ საქმიანობას შენით, მე რთული არის. იმიტომ რომ როცა ადარებ, რომ მაგალითად როცა ვთქვათ იკანოში იყო შენ დასაქმებული და ჟურნალში შენ უკვე გახდი დამსაქმებელი. აი ამ მასკულისმობ რამდენად აუ ძალიან მსგავსი იყო ეგორი მართლა გეუბნები, იმიტომ რომ ეს პარტნიორები ეს ყოველდღიურობაში ეს აქტიურად არ იყვნენ ჩართულები რა რაღაცა shareholders meeting-ები ქონდა, იქ რაღაც რეპორტებს ვამზადებდით, რაღაცა, მაგრამ აი ეს ყოველდღიურობაში ჩვენ 4 ვიყავით, მე ნუ ვიღაც თანამშრომლები უკვე რაღაცა ეტაპებზე დაგვემატნენ. იმიტომ რომ ასე რომ ხო, შენს კარიერაში დადგა მომენტი და ძალიან ცნობილი მომენტი იყო და დიდი განხილვა იყო ზოგადად ინდუსტრიაში, როცა შენ როგორც დამსაქმებელი, შენ როგორც ერთ-ერთი პარტნიორი მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ სტაბილური, გამართული პროცესიდან გადაწყვეტეთ, რომ ჩაგეჭრათ ეს გზა და გააუქმეთ ძალიან ცნობილ კლიენტთან ხელშეკრულება და აღმოჩნდით სტაბილური შემოსავლის ხო. აი ამას გულისხმობდი, როცა ვთქვათ, სუფთა პრაგმატული ბიზნეს გადაწყვეტილებებით შეიძლება ეს გამართლებული არ იყო, მაგრამ სხვა ყველა დანარჩენი ვთქვათ, იმიტომ რომ პარტნიორები ამაზე შეთანხმდით, ეს გადაწყვეტილება მიიღეთ. და აღმოჩნდით საერთოდ ახალ საწყისებს. ხო. როგორ აფასებ დღეს ამას? არ ვიცი. როგორ ვაფასებ? რაღაც აუ არ ვიცი, მაგრამ მე გეტყვი ჩემი მხრიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემ ანუ ჩემთვის რაღაცა ბიზნეს, ანუ იმიტომ რომ აი რაღაც უმეგობრულ გარემოში ყოფნა, არ ვიცი, მაგხო რაღაც საქმიან გადაწყვეტილებებს და მეგობრულ გადაწყვეტილებებს. მოკლედ, შენ რავი რა, რაღაც მომენტში თუ დისკომფორტში ხარ, ცვლი და ცვლილებების რაღაც შიში არასდროს არ მქონია საბოლოო ჯამში ხარ. ჩემი პერსპექტივიდან როგორც გამოჩნდა, ჩანდა რომ განსაკუთრებით ჩვენს ინდუსტრიაში შემოქმედებასთან და კრეატივ ბრენდთან გაქვს ურთიერთობა, იქ ნების თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია და ფიქრობ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო გემსახურად იმ იდეებისთვის, რასაც ემსახურებოდით და სწორედ ამიტომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და დაიწყეთ ახალი საქმიანობა, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ შეიქმნა და მოდი გაშინ ესე გრილად გადავიდეთ სუპერმარკეტში. ოკეი. აქაც მეგობრებით დაიწყო. კი. ეკა, სანდრო, ვასკა, გიორგი. კი ბატონო, ეს ვართ პარტნიორები და კიდე უკვე ბევრი ადამიანი შემოვერთა ჩვენ ესე ვთქვათ community-ს. იმიტომ რომ კონცეფცია რომ მოყვა, იმიტომ რომ რეალურად ეს არ არის სარეკლამო სააგენტოს ტრადიციული გაგებით, არამედ ეს არის უფრო community, სადაც სამუშაო პლატფორმა არის მარკეტინგის ინდუსტრიაში დასაქმებული. ბიზნეს მოდელი არის რა, განსხვავებული, თორე კლიენტისთვის სააგენტო არის. აუ წინა თემამ დამოფიქრა და საინტერესო თემაა. ხო. დაუბრუნდეთ თუ იმიტომ რომ რთულია რა, სუფთა ბიზნეს პერსპექტივით რო შეხედო. აი, სუფთა ბიზნეს პერსპექტივა არ მესმის რა არის. ანუ ციფრებზე ორიენტირებული როცა ხარ და ზედმეტად პრაგმატული ხარ, როცა ამბობ, რომ მე არ მაინტერესებს თქვა რაღაცეები, იმიტომ რომ მყავს დასაქმებული, მყავს ოჯახის წევრები, მყავს მაქვს იპოთეკური სესხი, რომელიც გადაწყვეტილების თავისუფლებას მიზღუდავს.
აი, მაგას თუ გაყევე, მე ყველაფერს გააправებ კაცო შენ თავთან და ბევრი არის ეგეთი უკვე. ზუსტად აი არც ერთი რაღაცა ეხა რა მაგალითით შენ მე აი სესხი მაქვს ის მაქვს ეს მაქვს ვერ გადაწონის იმას რომ მე რაღაცა ღამე რო დაწვევი ეს ფიქრი ხო არსად არ წავა კაცო დარჩება ისევ იქ რა რომ შენ თავთან არასწორი იყავი და შენ თავთან არასწორი თუ ხარ მე რაღაცნაირი კოჭელი ხარ ამ გზაზე პრაგმატულადაც ეგრე ჯობია ჩემი აზრით მაგრამ ხო რა რაღაცა მაგ კონკრეტულ кейსში ის იყო რომ რაღაცა ხედვები გაიყო ჩვენ ძალიან ინვესტირებულები ვიყავით და ყველაზე მეტად რაღაცა ფინანსურ სტაბილურობას თუ რაღაცას მიღმა იყო რომ ძალიან ინვესტირებულები ვიყავით და ძალიან წარმატების кейსი რაღაც დონეზე მაგ მომენტისთვისაც უკვე იყო იმიტომ რომ დაღდად ეგრე кейსად ჩანდა და წინ კიდევ ბევრი რაღაცეები ჰქონდა მაგრამ უბრალოდ იმდენად რაღაცა არც თენა მოხდა ღირებულებების დონეზე რომ რა მარტივად გადავწყვიტეთ რომ ეხა თან ისეთ ბრენდს ვაკეთებდით რომელიც ღირებულებებზე იდგა და რაღაც აცთენა როგორც კი რაღაც ცუდად არ მინდა გამომივიდეს ან უნივერსიტეტის შევარაცხყოფილად უბრალოდ ეს დავარქვათ მაგას რომ უბრალოდ მაგ შემთხვევაში ამ კლიენტსა და ჩვენ შორის ხედვების სხვადასხვაობა გამოჩნდა რამაც ხელი შეუშალა ჩვენ გრძელვადიან ურთიერთობას რაღაცეები დარესტარ და რაღაცეები ახალიც დაიწყო ჩვენი მსმენელისთვის და ჩვენი მაყურებლისთვის ხაზგასასმელი ინცენტივი მნიშვნელოვანი პუნქტია რომ თუ კი ნების თავისუფლებას ეხება და თუ კი ეს თუმეტეს შემოქმედებით ინდუსტრიას ეხება ჩემი აზრით ალბათ გადაწყვეტილებებიც გაცილებით თავისუფალი უნდა იყოს და არ უნდა იყოს დამოკიდებული პრაგმატულ საკითხებზე მე მესმის შევასაც ამბობ პრაგმატულადაც სწორი გადაწყვეტილება იყო კი კაცო იმიტომ რომ შენი გადაწყვეტილება იყო და ნებისმიერ შემთხვევაში სწორია. როგორც მას გამობს, ეცადეთ რომ თუ თქვენ ღამის ფიქრი არ მოგასვენებთ და ყოველთვის გეტყვით რომ იცი რატო აკეთებ ამას, მაშინ ალბათ ყოველთვის ჯობს. ნახდათ ჯობს ეგრე, აი არანაირი პრაგმატი. ეგაა ყველაზე პრაგმატული რომ ღამე ძილში არაფერმა არ შეგიშალოს ხელი, ხო? დღეს ბევრს უშლის ხელს. და ალბათ ეს იყო მიზეზი საბოლოოდ სუპერმარკეტის. მიზეზი არის მაგის მე რაღაცა დრო გავიდა მაგრამ რაღაც კი ალბათ რაღაც ერთ-ერთი გავლენაც შეიძლება იქონია ხო ეს ყველაფერი რაღაც butterfly ეფექტის არის მიყვარს მაგაზე ფიქრი და butterfly ეფექტის ვარიანტი რაღაც დონეზე შეიძლება იყო ხო მაგარი кейსი იყო ისეთი ხმაურიანი რეალურად მე რაღაც პერიოდი გავიდა მე კიდე რაღაცეები მოხდა ასევე ღირებულებით ნაწილში აცდენების გამო ჩვენსავე ინდუსტრიაში და მე რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ აი რაღაცა ეს 4 ადამიანი ვინც დღეს ამ შემთხვევაში ფაუნდერებად ვართ სუპერმარკეტში დავიწყეთ ამ ინდუსტრიის ერთ პრობლემას ეგ იყო ხო კითხვა სუპერმარკეტი ხო დავიწყეთ არანაირი კომიტმენტი და ისე რა ქვია შეუღლება და აიაწი ხო არა უბრალოდ ხდებოდით ხოლმე აი ცოტა ანუ ეხლა რა თქმა უნდა ალბათ რაღაც ის არსებობდა პარტნიორების ინტერესთან მეგობრები 4-ვე რა ნუ მე და გიორგი ისეც პარტნიორები ვიყავით ესე რაღაცა დავიწყეთ ლაპარაკი ამ ინდუსტრიის პრობლემებზე რა ანუ ყველა ამ ინდუსტრიაში ამდენი წელი გვაქვს გატარებული და დავიწყეთ უბრალოდ ფიქრი რა პრობლემები აქვს სად გაიყინა რატო ვერ ვითარდება აი რაღაც მომენტი რო იყო მაგარ ხოძე რო იყო ჩვენი ინდუსტრია ეხლა რატო აღარ არის ეგრე რა რაღაც დამკვეთის მხარეს რა ხდება ის რა ქვია სააგენტოს მხარეს რა ხდება რა პრობლემები აქვს ერთ მეორეს პროცესში ხო აი მართლა უბრალოდ ვიკრიბებოდით და ვლაპარაკობდით რა ეს ხალხი საწავიდა ვიღაცები მართლა წავიდნენ ფიზიკურად წავიდა ხო სამწუხაროდ და ამ რაღაცა ბევრი ვილაპარაკეთ რაღაცა და უცებ ვიფიქრეთ რომ გამოსავალით ვიპოვეთ და რაღაც ეგრე გაჩნდა სუპერმარკეტი მე ვთქვით რომ მოდი რაღაცა საქმიანი ფორმა ხონდა მიეცეს და საბოლოო ჯამში სუპერმარკეტი კლიენტისთვის ერთი დიდი სააგენტო არის ესეთი ტოპ რესურსებით და გამართული პროცესებით და პასუხისმგებელია თავისთავად ეს ბრენდი სუპერმარკეტი არის პასუხისმგებელი იმ პროდუქტის და სერვისის რაც შიგნით იქნება თუმცა ბექში არის საინტერესო რა განსხვავებული სინამდვილეში მარტივად ბიზნეს მოდელი არის რომელიც რაღაც კონკრეტულ პრობლემას დაკვირვებით
შეიქმნა, ხო? მოფიქრდა და შეიქმნა. ძალიან შემოვიდა რაღაც ახსენე რა, იმიტომ რომ იყო საქართველოს სარეკლამო ინდუსტრიაში დრო, როცა ოქროს ხანა. როცა სარკე სასწაულიდოებს იღებდა, იყო სარკე კიდე ძველია, მაგრამ არა, ეგრე ძველს არ ვიძახი მე. ხო, ანუ გაცილებით უფრო მეც რა, პროდუქტები ისეთი იდებოდა, რომელიც ხარისხით და მესიჯებით არ ჩამოუვარდებოდა ტოპ მარკეტინგს. დღეს სადღაც, ანუ რა ხდება საქართველოს სარეკლამო ინდუსტრიაში. არ ვიცი ეს რაღაცა ბოლო წლები ხო ეს რაღაც შავი ღრუბელი დაგვადგა თავზე და მე მგონი როგორც ყველა სფეროში იგივე ხდება აქაც. ეხა რაღაცა მოძრაობები შეინიშნება ჩემი აზრით, მაგრამ ნუ აი ეს რაღაცა 2019 წლიდან მოყოლებული რეალურად გავრილოვის ჩამოთრევით რო დაიწყო ცემატყება და მერე კოვიდი რაღაც საგიჟეთში რო თავი ამოყავით, მერე უკრაინის ომი პირდაპირ აი ერთი რო ჩავისუნთქე და უკრაინის ომი დაიწყო და მერე იმის მერე კიდე რა ჩვენზეც რა დონეზეც ჩვენთან რაც ხდება მოკლედ იმის მერე არ გაჩერებულა და არ დაწყნარებულა რა ეს მართლა რაღაცა მულტფილმში რო შავი ღრუბელი დაგაჯდება ეგ მოხდა რა რეალურად და მაგან ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა და ხო ხალისი გამოაცალა ძალიან ბევრი რაღაცას და ეს ინდუსტრია ხალისი ჭირდება რა რაღაცნაირი საწვავი არის სინამდვილეში. ეხა შენ გაგშეხება პირდაპირ ახალ თაობასთან, იმიტომ რომ განათლების ნაწილშიც ხარ ჩართული როგორც ხო სტრატეგიულ ბრენდინგზე, სტრატეგიულ კომუნიკაციაზე, როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ შენ გქონდა როგორც შენ თვითონ თავის დროზე სწავლობდი და იგივე რეზოსთან მოყოლებული. რამდენად შეიცვალა თაობა? მიდიან რა შეიცვალა კი მიდიან. მაგრები ვინც არიან, ბევრი მიდის და წასული არის უკვე. აი რომ ამბობდით ადრე, აი დღეს მე და გიორგი ვლაპარაკობდით რა. აი რომ ამბობდით, რომ აი ხა ეს პოლიტიკური ამბავი ისე განვითარდება, რომ ეს ხალხი წავა და ახალგაზრდობა წავა, უკვე წავა. ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი ტიპი ჩვენ ინდუსტრიაში და სხვა ინდუსტრიებში უკვე არიან წასულები და სხვაგან ცხოვრობენ. და ტრაგედია არის ეს. თავისთავად, მაგრამ როგორ ფიქრობ, რა შეუძლია სუპერმარკეტს გააკეთოს იმისთვის, რომ თუნდაც ის ტალანტები, რომლებიც დარჩენილები არიან, რაღაც დონეზე აქ შემოიკრიბოს. იმიტომ რომ ალბათ ერთ-ერთი ფუნქცია სუპერმარკეტის ეგაა. ნუ არ ვიცი. არ ამგონია სინამდვილეში ძალიან დიდი გავლენა ქონდეს რატო? იმიტომ რომ თვითონ სუპერმარკეტი საბოლოო ჯამში პატარა ინდუსტრიის რაღაცა პატარა ბიზნესი არის, არ არის რაღაცა უდიდესი დამსაქმებელი კი არა და სინამდვილეში ეკონომიკის ჭრილში რო შეხედო უპატარავესი დამსაქმებელიც არ არის, რაღაცა ეს კომიუნიტი არსებობს, მაგრამ თან ერთი კიდე აი ამ კონკრეტულ კითხვის კონტექსტში არის, რომ რეალურად ჩვენთან ესე ვთქვათ დამწყებები, აი ეგ სულ იყო რა, ეგეც ერთ-ერთი პრობლემა იყო სააგენტოებში, რომ ეს რაღაცა ჯიპაში ვასწავლდით, იქიდან რაღაცა ყველაზე აქტიური სტუდენტები ვინც იყო, მოდიოდნენ ჩვენთან სააგენტოებში სტაჟირებას გადიოდნენ 1-2 წელი. გაიზრდებოდნენ, მერე რაღაცა უცებ კლიენტი წაიყვან და სამჯერ მეტი ხელფასი და ეს რაღაცა მთელი შრომა უნივერსიტეტიდან მოყოლებული, მერე სტაჟირები და მერე რაღაცა რო გასინიორდა, ან ისე ან ფრილანსზე გადადიოდა რა და ჩვენ სინამდვილეში სუპერმარკეტის მოდელიდან გამომდინარე პირდაპირ ვთქვათ ეს რაღაცა სტაჟირებები და ჯუნიორ კადრები ამ კომიუნიტიში როგორც სუდად ჟღერს არ ვიცი მაგრამ არ არიან რა ანუ საბოლოო ჯამში ეს არის უკვე შემდგარი გამოცდილი ტოპ პროფესიონალების რომლების უმეტესობაც საერთოდ ეგ იყო პრობლემას რომ ამბობდი მაგას დაყნობით მოფიქრდა ეგ მოდელი რომ ზოგადად ეგ მოხდა ინდუსტრიაში რომ ეს ტოპ სენიორ კადრები ტალანტები მეტწილად გამოვიდნენ სააგენტოებიდან და გავიდნენ ფრილანს ბაზარზე ან მარტო ან წყვილში რაღაცა ერთი ან ორი ან მარტო მუშაობ ან წყვილში ძალიან ბევრი ეგეთი შემთხვევა მოხდა და ბევრი ეგეთი ჩვენი მეგობარი უკვე რაღაცა ჩვენთან ერთად არის და ერთად ვართ და მაგ კომიუნიტის ხვით საბოლოო ჯამში რა ეს ტოპ კადრები რომლებიც ჩვენც რა მე და გიორგიც პრინციპში წყვილში მუშაობდით ეგრე გამოვიდა ბოლო წლებში განსაკუთრებით და ეხლა რაღაცა დიდი კომიუნიტის ნაწილი ვარ და ძალიან გვიხარია მაგრამ ხო მაგიტომ ამბობ რომ აი ამ მოდელიდან გამომდინარე და თან ისე ზომიდან გამომდინარე არ მგონია ხო ვიღაცა
ისა რა ქვია 18 წლის ბავშვი დაფიქრდეს ქვეყნიდან მოდი არ წავალო რა სუპერმარკეტის გამო. იმედია რაღაც ისეს ვიზამთ რომელიც სხვანაირად დატოვებს ამ ხალხს აქ. იმიტომ რომ მე რაც ვიცი რა ტალანტებსაც თქვენ კრებთ, ალბათ თუ კი იმეს რაღაც გამოცდილების შეძენა უნდა ან თუ იმეს უნდა ისეთი ექსპერიმენტების სტარება რომელიც ნაკლებ შეცდომებს, ნაკლებ ხარჯებს გამოიწვევს საბოლოოდ ეს შეცდომები საქართველოს ალბათ იძლევა მაგის პერსპექტივას განსაკუთრებით ამ ინდუსტრიაში რომ შეცდომები დაუშვა, რომელიც ნაკლებად ხარჯიანია. სხვა ინდუსტრია, სხვა ქვეყანაში შეცდომები გაცილებით ძვირი ღირს და ალბათ განსაკუთრებით ამ წყობებისთვის ამიტომაც შეიძლება საინტერესო იყოს საქართველოს. მოდი სუპერმარკეტის საომარი გეგმებზე გითხავ, რა გეგმებია საით მიდიხართ, რა ახალი მესიჯი გაქვთ, იმიტომ რომ პლატფორმა რასაც შენავთ, საერთოდ ახალია, იმიტომ რომ აქ არის გაერთიანებული ბევრი ტალანტი, რომელიც ძალიან ცნობილია ინდუსტრიაში, თუმცა დასაქმებული არ არის, არამედ ეს თქვენ შექმნილი შუარკოდი, რომელიც აკავშირებს დამკვეთს შესრულებად. თლად აკავშირებს არა, აი მაგას ვამბობდი რა, სუპერმარკეტის იდეა არის ეგ რომ დამკვეთისთვის ეს არის ერთი დიდი სააგენტო სუპერმარკეტი. რომელიც კი ვიღაცასთან კი არ აკავშირებს, პირიქით და ჩვენ როლს, ხო, ჩვენი როგორც პარტნიორების როლ, ამ შემთხვევაში როგორც პარტნიორების როლს ზუსტად მაგაში ვხედავთ, რომ ეს community შეიქმნას და გაძლიერდეს და პროცესები იყოს გამართული. ძლიერი community ტალანტების დონეზე და გამართული პროცესი შექმნის იმ მაგარ სააგენტოს, რაც კლიენტისთვის რაღაცა ფრონტში მაგარი სააგენტო იქნება. გეგმები ეხა ძალიან ის არის, ძალიან ეიფორიის ფაზა არის, მესამე თვე არის და ძალიან აი თან ეს ხო იცი ახალი კომპანიის გაკეთების რაღაც ციებ-ცხელება რაც არის აი საორგანიზაციო საკითხებშიც და რაღაცეებშიც რომ რესურსი გეხარჯება და თან ეს ძალიან მაგარი ადამიანები ჩვენ გარშემო, ძალიან მაგარი დამკვეთები ჩვენს კართან და შიგნით სუპერმარკეტში, მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი კეთდება ეხლა რომელიც კიდე ბევრი გამოჩნდება და ხო მოკლედ რაღაც საინტერესო ადამიანების შეკრების ადგილი. კრედიტებში რო წერ ხოლმე რაღაც პროექტის კრედიტებს, აი ვაჰ, მეთქი ყველა ნახდად ამ პროექტზე ეგრე ვარ ხოლმე და მე ჩემი სახელიც რო არის ბოლოში, აღს მიხარია თან მერიდება ვაჰ, მეთქი. ახლა ტალანტების კი. მე როგორც მაყურებელი და მე თვითონ განათლებით მე თვითონაც მარკეტერი ვარ, მაქვს მოთხოვნილება რომ მაღალხარისხიანი პროდუქტი დავინახოთ, დიდი ხანია დეფიციტია და იმედი მაქვს რომ ეს მოდელის ასაჩეი. მადლობა. საბოლოოდ დიდი მადლობა. ხედვა ეგ არის რომ ამ ანუ ხედვა აი ესეთი საშუალოვადიანი ხედვა, რაღაც თქვა აი რაღაც 3 წლიანი ხედვა ალბათ ეგრევე ალბათ ის არის რომ ამ მოდელმა გაამართლოს რა, იმიტომ რომ მაგარი საინტერესო რაღაც ამაი მართლა აი სტარტაპული მიდგომა არის მაგნაწილში. ხო იცით, ეგ სტარტაპებს ახასიათებს, რომ ძალიან კონკრეტული პრობლემა უნდა გადაჭრა შენი ბიზნეს მოდელით რა და ახაც გონია რომ საკმაოდ კონკრეტულ პრობლემას ვაგვარებთ რა. იმ მხრივ რომ ეს ტალანტები რომლებიც ფრილანსზე იყვნენ, მაგრამ მათაც თავის პრობლემები აქვთ. პრობლემები ხო რა, ანუ მე ჩემ თავზე ვილაპარ საჭიროებები ხო, მათ შორის ის რომ რაღაც community-ს ის იყო თან კი ბევრი მათგანი ისეთ ტოპ დამკვეთებთან ერთად იყო, მაგრამ ეხა ეს ფორმატი როცა უკვე რაღაც დიდი სააგენტო ბრენდი სააგენტო არის, მაინც უფრო მეტი credibility არის, თქვათ, შეიძლება კონკრეტულად მარკეტინგის დირექტორისთვის არა, მაგრამ იმის CEO-სთვის ან ფაუნდერისთვის უფრო რაღაცა ისა და შესაბამისად ჩნდება ეხლაც უკვე ეგრე არის, რომ დიდი და საინტერესო დამკვეთები მოდიან ჩვენთან, ანუ პროექტების flow, მოკლედ, community, ფიზიკური სივრცე, ეს რაღაცა სოციალიზაციის, იმიტომ მარტო რო ხარ წყვილში რო ხარ რაღაცნაირად, მოკლედ, რაღაცნაირად სუპერმარკეტის იდეა არის, რომ კლიენტისთვისაც და აი ამ ტალანტებისთვისაც მოაგვაროს პრობლემა, აი რაღაცა საინტერესო ფორმით ერთმანეთთან დაკავშირებით და ამან ძალიან მინდა რომ იმუშავოს, იმიტომ რომ დამკვეთისთვისაც კაი იქნება და ამ ადამიანებისთვისაც, მათ შორის ჩემთვისაც, როგორც რაღაცა ყოფილ წყვილში მომუშავე ადამიანისთვისაც, აი რაღაცა მოხდეს რა. ფინანსურადაც და ისე რა ყოველდღიურად უკეთესად ვიგრძნოთ იმ ადამიანებთან, ვინც ამ community-ში ვარ ჩართულები. საუბრობთ მთელი კარიერის განმავლობაში
საქმიანობაში, ზუსტად ესეთ რაღაც კეთილებს ანგრევ, ფორმებს და ძალიან მაგარია რომ აი ეს მუხტი და ეს მუღამი გაქვს რომ რაღაცეები ეს ცვლილებები შეიტანო და დარწმუნებული ვარ რომ აუ თან ისე რა მიყვარს ძალიან აი ტრადიციულ ეხლა რო თქვი დავფიქრდი რომ მართლა ხო ეგ რაღაც მისწრაფება მაგ ტრადიციულ ბიზნესებში კიდევ უფრო საინტერესოა რა ის სტარტაპი რო რაღაცა ინოვაციურ იმას აკეთებს ხომ მაგარია მაგრამ აი ღვინოში სააგენტოში რაღაც ახალს რო ვიფიქრებ და არა ზუსტად მან დამთელი არსი ალბათ ბიზნესის იმიტომ რომ თუ კი შენ ტრადიციულობას მიყევი აუცილებლად დარჩები მთელი განზრდის და განვითარების მთელი არსი ზუსტად ეგაა რომ რაღაც ინოვაციები ხო სიახლე დანერგო და ამით აჯობო ყველა სხვა კონკურენტს იმიტომ რომ როგორც კი რაღაც გააკეთებ მიმდევრები აუცილებლად გაიგებს კი წარმატებები მადლობა თქვენს სტუმრობაზე ძალიან დიდი მადლობა და ჩვენი პარტნიორი შეხარი გაგვიქცა ეს ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საგანმანათლებლო იურიდიული საკონსულტაციო კომპანია და იმედია საინტერესო კომენტარებს ჩატარდება საჩუქარში დიდი მადლობა გაიხარა მადლობთ არ ვიცი ჩემი რამდენად სასარგებლო და გამოსადეგი იქნება მაგრამ ზოგადად ეგ ახლა ცალსახა არის რომ ლაპარაკი რაღაც პროფესიულ თემებზე ყოველთვის მნიშვნელოვანი საინტერესო არის და ჩემთვისაც ყოველთვის რაღაცნაირად სულ ვცდილობ რაღაც სხვადასხვა წყაროებიდან მივიღო ინსპირაცია, ინფორმაცია, წარმატებაზე, წარუმატებლობაზე და რავი ეგ ყოველთვის გეხმარება და სადროდის გაგახსენდება სად რაღაცა ნანახი რაღაცისგან რაღაცა იდეას გააჩენს თუ რაღაც ინსპირაციას მოგცემს ხო რაღაც ვერ გაიგებ რა მაგიტო ის ნახდა დროის დახარჯვა საინტერესო კონტენტის მოხმარებაზე დღევანდელ ჩვენს ეპიზოდში სტუმრად იყო ვასკა ჩუბინიძე რომელიც სარეკლამო ინდუსტრიაში ერთ-ერთი წარმომადგენლობითი სახე არის და გაგვიზიარა თავისი გზა უნივერსიტეტიდან დღეს უკვე ახალი პლატფორმის შექმნამდე, მათ შორის ჰქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა დამკვეთის და პროდუქტის შექმნის პროცესებზე, რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ინდუსტრიაში ტალანტებისთვის თავისუფალი ნება და ალბათ ნახავდით ეპიზოდში, რამდენად ისე სენსიტიურია, როცა ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გადაწყვეტილებაზე მოუწია ლაპარაკი. ჩვენს ყველა ეპიზოდში ზუსტად ამიტომაც ვეძახით ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს ან ცნობილ სახეებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გიზიარებენ და ეს ეპიზოდი ზუსტად ამას ემსახურებოდა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, დაელოდეთ ახალ ეპიზოდებს და პირობას გაძლევთ, რომ საინტერესო კონტენტს აუცილებლად იპოვით თქვენი ინდუსტრიისთვის ან ზოგადად ბიზნესის წარმოებისთვის. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.